წითელ წიგნში შესული მცენარე გადაშენების პირასაა. ბზის ხმობა 3 წლის წინ დაფიქსირდა და კვლევის შედეგად ადგინდა, რომ დაავადება კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. დაავადების კერამ ტირალას ეროვნული ტყე პარკი იყო, შემდეგ მდინარის დინების მიმართულებით გავრცელდა. ეგრეთ წოდებულ ბზის იდამწვრეს მსოფლიოში ცნობილი ბიოორგანიზაციები იკვლევენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მეთოდებით უნდა მოხდეს კოლხური ბზის გადარჩენა. თუ რა შეიცვალა 2 წლის განმავლობაში, ამის გასარკვევად ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ზაფხულში ექსპედიციას გეკმავენ. ეს გაშიშვლებული ხეები კოლხური ბზებია. მარადმწვანე მცენარის ფოთოლცვენა, რომელსაც ზედა ჯოჭოს მცხოვრებლები უცნაურ ფაქტს უწოდებენ, პირველად 3 წლის წინ შეამჩნიეს. მცენარის მასშტაბურმა ხმობამ განსაკუთრებით ადგილობრივები შეაშფოთა. აქ იყვერა შემოწმეს, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ისტრალია. აქ მე რამდენი ორი იყვერა ამოვდნენ, აქ ამოწმებდნენ. რამდენი ხანია რაც აქია? უკვე მე-3 წელია ხმება, თანდათან უფრო ემატება ხმობა. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი სულიკო მიქელაძე მიიჩნევს, რომ სურათი განსაკუთრებით მას შემდეგ არის საგანგაშო, რაც არეალი გაფართოვდა და დაავადება ლივანისა და მაჭახლის ხეობებს მოედო. საჭირო იყო სპეციალური ხერგილების მოწყობა, სადაც არ მოხდებოდა დაავადებული ბზის ან ქარის საშუალებით გადატანა, ამ თქვათ ტრანსპორტის საშუალებით გადატანა და მოხდებოდა ალბათ გამორეცხვა, ესე იგი წყლის ძლიერი ჭავლით უბრალო შესხურება ან რაღაც ასეთი საქმე. ამ შემთხვევაში გადარჩებოდა ლივანასა და მაჭახლის ხეობა დაავადება. საქართველოს ფიტოპათოლოგიურ ინსტიტუტში მცენარის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ბზის ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადება, ეგრეთ წოდებული ბზის სიდამწვრია. სოკო ფოთლებზე არსებულ ბაგეებში შეჭრიდან 5 საათში მუყავისფერ ლაქებს წარმოქმნის. დაავადება მოგვიანებით ღეროშიც გადადის. პროფილაქტიკური საშუალებებში რა შედის ახლა ღონისძიებებში? შედის რა, ეს დაავადებული ფოთლები უნდა შეგროვდეს და მოცილდეს მცენარის დაავადებული ფოთლები. ჩამოცვენილი ფოთლები შეგროვდეს, დაიწვას, ძალიან ღრმად ჩაიმარხოს. მცენარიდან დაავადებული ფოთლის მოშორება. ეს შეუძლებელი არის. ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ ერთი ფოთოლიც არ დარჩეს. ერთი ფოთოლიც უკვე არის გადამტანი. კლიმატური მონაცემებით ბოლო 1 საუკუნის განმავლობაში 2010 ყველაზე გვალვიანი და დაბალი ფარდობითი ტენიანობის მქონე წელი იყო. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ბზა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში დაავადდა. ამიტომაც სოკოს გამომწვევ მიზეზად მეცნიერები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. პრობლემის გადაჭრით მსოფლიოს წამყვანი ბიოორგანიზაციები დაკავდნენ. დაუკავშირდი კაბის, ესეთი ბიოკონტროლის ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია შვეიცარიაში, იგივე პრობლემაა, ანუ ყველა დაუშვებელია ქიმიური ჩარევა, ანუ ქიმიური მეთოდებით მკურნალობა, ანუ ბიოკონტროლიც გამორიცხულია, იმიტომ რომ ანუ თვითონ ეკოსისტემა უნდა აღდგეს ისე როგორც წლების წინ პრობლემა იყო თეილაზე, გახსოვთ როგორ პრობლემა იყო წაფთან დაკავშირებით. წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის გადარჩენისთვის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო მხოლოდ მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად მითითებებს სამეცნიერო წრეებიდან ელოდებიან. შემოფარგლებით მხოლოდ მონიტორინგის დონეზე ვართ, რაიმე სხვა პრევენციული ღონისძიებებისათვის რაიმე სხვა მითითება სამეცნიერო წრეებიდან, შესაბამის სამსახურებიდან ჯერ არ გვაქვს მიღებული, ასე რომ თვითგანახლება მიდის ნელი ტემპით, რა თქმა უნდა, შეფოთლვა, მაგრამ ამჯერად ამ კუთხით პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. მეცნიერების ვარაუდით 1000 წლოვანი ბზის კორომები 60 წელიწადში შესაძლოა მოწყვლადი სახეობა გახდეს ან საერთოდ აღდგეს. რეალურად რეგენერაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მცენარე კი, რომელსაც საქართველოში რელიგიური დატვირთვაც აქვს, კრიტიკულად საფრთხის ქვეშა.